გამარჯობა, ჩემი სახელია მარსელინი. რამდენი წელია უკვე გესმით ეს მისალმება და ამდენი წლის მანძილზე ეს მისალმება არ იცვლებოდა. გამარჯობა, ჩემი სახელია მარსელინი. გამარჯობა, ჩემი სახელია მარსელინი. გამარჯობა, მეგობრებო. ჩემი სახელია შოთა. არა, ჩემი სახელია მარსელინი. მოგესალმებით, ჩემი სახელია მარსელინი. გამარჯობა, ჩემი სახელია მარსელინი. გამარჯობა, ჩემი სახელია მარსელინი. ძალიან დიდი ხანია უკვე არ ვიჯექი მასე და არ გელაპარაკებოდით. დღეს ძალიან კარგი მიზეზი მაქვს. რადგან ჩამომივიდა ეს აქ ჩემი მისამართი წერია. One second. Okay. შენიერია. დღეს გვექნება Silver ღილაკის unboxing-ი პირველ რიგში. ხოლო შემდეგ გაჩვენებთ ჩემს დახურულ ვიდეოებს მეორე არხიდან. უკვე მქონდა ერთ ვიდეო გადაღებული, თქვენ ძალიან მოგეწონათ და ახლაც ძალიან ბევრი მთხოვდა, აი გარეთაც რომ ხვდებიან გამომწერები მთხოვენ რომ გადავიღო მეორე ნაწილი. ბამბარამ ბაბამ. ნელა გავხსნათ. ხოთშორ ძალიან მალე ჩამომივიდა ეს ღილაკი. ცოტათი მოგვიანებით კი ვიღებ ამ ვიდეოს, რადგან უკვე 115,000 გამომწერი მყავს და არის ჯერ არაფერი. კარგით, მაიცადეთ. ჩვენ ერთად უნდა ვნახოთ. აბა. კაი, ჯერ არ. წერილი არის. ვაიმე, ინგლისურად მადლობა, მაგრამ არ ვიცი. კაი, კარგით, მაიცადეთ. ამ წერილის დაბლა თქვენ პირველი დაინახავთ. Oh my god. ჩემი პირველი ღილაკი. აქ რა წერია? აქ წერია. გახსოვს შენი პირველი გამომწერი. გონი ჩემი პირველი გამომწერი ვიყავი მე თვითონ. ჩემი მეორე არხიდან. დავა subscribe-ე ჩემი არხი. მგონი მასე ყველა იუთუბერი აკეთებს. Oh my god. ეხლა ფრთხილად მარსელინი. ეს რა არის? ეს სხვა ბუტონებია. არა მგონია რომ როდესმე მექნება მილიონი გამომწერი, რადგან საქართველოში ფიზიკურად არ არის ამდენი მაყურებელი. Oh my god. ეს გარბეჯში სარკი არის შიგნით. შეგიძლიათ თქვენი თავი დაინახოთ, მაგრამ არ ვიცი აქედან არაფერი არის ის, მაგრამ ჩემ თავს ვხედავ. ვაუ. აქ უკან შემიძლია დავკიდო და სავარაუდოდ აი ამ კედელზე მივამაგრებ სადმე რომ ყველამ იცოდეს რომ იუთუბერი ვარ. გაიგე, იუთუბერი ვარ. I don't care. იუთუბერი ვარ. Can you shut the fuck up? ნუ მოკლედ, ყველა მიცის, ხო? Oh my god, ამას აი აქ დავდებ ხო? საყვარელთან ჩემი სახელია წერია მარსელინი. ძალიან საყვარლობა, მადლობა YouTube-ს. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ თქვენგანს, რადგან როდესღაც ეს დაიწყო მხოლოდ ერთი subscriber-ით, პირველ subscriber-ი კაი მე ვიყავი, მაგრამ კაი ეგ არ ითვლება. და პროსტა წარმოიდგინეთ, 100,000-მა კაცმა დააჭირა subscribe-ს ჩემს არხზე და გამოვიდა ეს silver ბუტონი და ეს ღილაკი ყველა ჩვენგანის დამსახურებაა. თითქოს ჩემი შვილები ხართ. იმდენი წელია უკვე ხართ ჩემთან ერთად და ძალიან დიდი მადლობა. ზუსტად თქვენ ალაიქებდით ჩემ ვიდეოებს, წერდით კომენტარებს და სხვა ხალხიც ხედავდა მაგას და იწერდნენ ჩემს არხს, ასე რომ ეს silver ღილაკი თქვენი დამსახურებაა. ხოლო ახლა გიჩვენებთ ჩემს დახურულ ვიდეოებს, რომელიც არასდროს გინახიათ. მზად ხართ? არა მგონია. Oh my god, ვარ ეხლა ჩემს ძველ არხზე. Oh my god. აქ არ ვიყავი იმის მერე, რაც გადავიღე ის ვიდეო, სადაც გიჩვენებდით ვიდეოებს და აი 3 წლის წინ იყო. ანუ 3 წლის წინ ვუყურებდი აი ამ ვიდეოებს. Oh my god. და არ მინდა ამის გაგრძელება, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ უნდა გიჩვენოთ, რადგან ძალიან ბევრს უნდოდა. აღარ მახსოვს რომელი კონტენტი მომქონდა ნაჩვენები თქვენთვის და რომელი არა. აი აქ oh my god. აქ თამაშობდი Slender's Rival. ქართულ არხს ეს მქონდა დადებული, არ ვიცი თუ გახსოვთ. აქ უცხო ენაზე ვლაპარაკობ და თუ რამეა გადავთარგმნი უკვე რედაქტირების დროს, ასე რომ დავწყებეთ. გამარჯობა. ვინც არ იცოდა და ალბათ არ იცოდით, მე წარსულში ვიყავი იზადროტი, ამიტომ დღეს ჩვენ ვითამაშებთ Slender's Rivals. და უფრო კარგი ეფექტისთვის ერთი წამით. ეხლა შევამჩნიე. ხმა რატომ აქ შავი? გამახსენდა რომ შევღებ ლურჯ ფერში, რომელიც გადადიოდა წითელში. ლამაზად არ გამოიყურება, ნახდათ. აქ
რა ლუზერულად ვლაპარაკობ ეს რა არის? მე ვთამაშობ ღამით, ნუ თუ დავდებ აგურებს. ნუ თქვენ მიხვდით. მე არ მიყვარს ხორორები, მაგრამ დღეს ვითამაშებთ. ასე რომ დავიწყოთ. ერთი წამით მინიშნება არ მომცეთ? ჩემი ფსიქიკური შესაძლებლობები მეუბნება, რომ ის მიდიოდა რაღაც დანგრეული მანქანით. ეს ადგილი მოეჩვენა ძალიან ლამაზი და გადაწყვიტა გაჩერებულიყო. იმისთვის რომ დატკბეს ხედით. კი, ეს ზუსტად ასე იყო. უი, გონი ყველაფერი ხონერად აღმოჩნდა. ნუ ყველაფერი გასაგებია. საჭესთან იჯდა ვიღაც ქალი, არ არის გასაკვირვის შეეჯახა ღობეს. ის იყო ძალიან მსუქანი რომ გატეულიყო აქ და მოეწია ამ გზის წასვლა. მაგრამ ეს ზუსტი არ არის. ძალიან ორიგინალური ვიყავი ადრე. ისეთ რაღაც ტექსტებს ვიგონებდი, რომ რა ვიცი. ფუ, შეხედეთ რა არის ეგ? გავს საჭმელს, რომელსაც ზოგადად ვამზადებ. ეგ არისო ხუმრობა. მართლა ძალიან ცუდად ვამზადებდი საჭმელს. განსაკუთრებით გამოცხობილს პეჩინის მაგევრად გამომდიოდა ქვა. ხო? არა უშავს. Oh my god, რა მოსაბეზრებელი ვიდეო არის, არ ვიცი, მაგრამ არ შემიძლია მაგის ყურება. სხვა რა მქონდა კიდევ ნაჩვენები, აღარ მახსოვს. ვოუ, საჩვენე. ქირურგის სიმულატორი ქვია ვიდეოს. გამარჯობა. Oh my god, მეშინია. ესეთ გრაფიკაში მე პირველად უნდა ჩავატარო ოპერაცია. მე ისევ ნერვიულობ. და მოდით დავიწყოთ. ერთი წავით. აქ მაგ მწვანე ჩაღებილი თმა. და მოდით დავიწყოთ. იმდენი დრო დამჭირდა რომ მესწავლა ხელის კონტროლი. ნუ რთული. ნუ კარგით, მოდით დავიწყოთ თუ როგორ. რაღაც კასეტა, ნუ აქ არ არის საინტერესო, უნდა შევიდეთ ოპერაციებში. გაწიათ ეს ნაგავი. ოპერაცია უნდა გავუკეთოთ ბობს, გულის გადანერგვა. ღმერთი ჩვენთან არის. აი მე საწყალი რა გვაქვს აქ? გადავაგდოთ ეს ჯანდაბა. ღმერთო ჩემ. და საიდან დავიწყოთ? ეს რას თამაშობდი? და დავიწყებთ ჩვენ სადღე გრძელოთი. ეგთანო მოიტანეთ და სალევი. რევს ვლაპარაკობ, ვაიმე. გავუკეთოთ ოპერაცია მუსიკის თანხლებით. როგორ ჩავთოთ ეს საათი არის, ამაიგად. დრელი? Oh my god. ძალიან ამაზრზენი თამაში არის, მინდა გითხრათ მე. არ ვიცი ამის ყურება გინდა თუ არა, მაგრამ არ ამგონია. გაწიეთ ეს რაღაცა გიხვეწებით. ეს მწვანე მგონი არ გვჭირდება, მაგრამ აი ეს ლურჯი კიდე გამოგვადგება. მოიცა, რატო არ მუშაობს? აი მე უფრო სწრაფად კვდება. ვაიბი არა მწვანე უნდა გამეკეთებინა. არა, ვაიბი არა თეთრია უკვე. ადამიანი მოუკალი პროსტა. აი ჩემი პირველი მკვდარიც. გავიბეოროთ? რა თქმა უნდა გავიმეოროთ. რატო ვთამაშობდი ამ თამაშს? არ ვიცი. აქ რა გვაქვს? ცოტათი რამე ნორმალური კონტენტი მაქვს ვაფშე გადაღებული 2017 წელს იყო გადაღებული, ანუ 17 წლის ვიყავი. Oh my god, 17 წლის ასაკში რა კონტენტს ვქმნიდი რა, просто ნახეთ. ანარა. ვაიმე, მე იასამისფერ თმაში ეს ვიდეო მგონი არ გინახიათ. აქ ფოკუსში არ ვარ. გამარჯობა. დღეს ჩვენ ვითამაშებთ ონლაინ თამაშებს გოგოებისთვის. პატარა გოგოებისთვის. ვიცი რომ მან ხდება რაღაც ტრეში. ვფიქრობ რომ საინტერესო ვიდეო გამოვა. ასე რომ დავიწყოთ. აქ ძალიან ლამაზი ფერის თმა მქონდა და ძალიან მომწონდა სხვათა შორის. მაგრამ მაგარი ფერი იყო. აქ ვთამაშობდი თამაშებს ბავშვებისთვის, ონლაინ თამაშებს ბავშვებისთვის. არ ვიცი რისთვის. მეგონა ხადაობა იქნებოდა, მაგრამ არ ამგონია იცით. Oh my god, დებილობა რა. მაგარი დებილობა თამაში არის. აი ამ ვიდეოთი ძალიან ვამაყობდი ჩემი თავით. ძალიან ბევრი ჩალენჯი შემახსოვს ამ ვიდეოზე. რაღაც დეპრესიაზე არის. ანუ, კაროჩე არ ვიცი რა, მოდი ნახოთ. რას ნიშნავს მარტოობა? საზოგადოება, რომელსაც ძულხარ, ვიღაცას ეზიზღები, თუ მეგობრები არ გყავს, თუ ეს სიბნელეა შენში, რომელიც თან თქავს შენს სულს და შენ გრძნობ, რომ მარტოდ ხარ. შენ ცდილობ არ შეიმჩნიო ეს შავი ხვრელი შენს სულში.
ცდილობ რაღაცით დაკავდე, უყურებ ვიდეოებს YouTube-ზე, ან წერ ონლაინ მეგობრებს. აკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ არ დარჩე მარტო საკუთარ თავთან. შენ არ მოგწონს საკუთარი თავი და შენ აგრძელებ სიარულს ამ უდაბნოში. სახელად ცარიელი ადამიანის უსარგებლო ცხოვრება. გაჩერდი, გაიღვიძე, გაახილე თვალები, ღრმად შეისუმთქე, შეიგრძენი. მიხვდი, რომ შენ მარტო არ ხარ. გაიხედე გარშემო. პლანეტა იმდენად დიდია. თქვენი პოვით ადამიანს, რომელიც მიგიღებს ისეთი როგორიც ხართ. უბრალოდ გააკეთე ის, რაც ხდის ბედნიერს. მით უმეტეს, როცა მთელი სამყარო შენს წინააღმდეგ იქნება. ხალხს ეზიზღები და წავიდნენ ჯანდაბაში. ჩვენ არ შეგვიძლია ყველას მოვეწონოთ, მაგრამ არ უნდა გაექცეს სიბნელეს შენს სულში. უნდა მიიღო ის, შეეცადა შეცვალო. იყავი საკუთარი თავისთვის საინტერესო. განვითარდი, წაიკითხე წიგნები, გააკეთე მედიტაცია, დაკავდი სპორტით, გააკეთე ის, რაც ბედნიერს გაგხდის. გააკეთე ისე, რომ შენ თავისგან კაიფი მიიღო, გეყო ჯდომა, იმოქმედე. მაგარი მუსიკა არის. მარტო მუსიკა მომწონს ამ ვიდეოში. არ ვიცი, ესეთი სამოტივაციო ვიდეო გადავიღე. არ ვიცი, მაგრამ ძალიან ვამაყობდი, რატომღაც მეგონა რომ პროსტა პერფექტო იყო რა. ეს არის, ეს რა ვიდეო არის, ვაფშე მაიწერეთ. ეს რა. აქ ვაკეთებდი ჩემი ნივთების unboxing-ს, რაღაცებს ვიწერდი ჩინეთიდან, AliExpress-იდან და მე unboxing ვიდეოს ვიღებდი. და პროსტა ნახეთ რა ნაგავი ვიყიდე. ძალიან ლამაზი სერიფერის თმა მქონდა, აი პროსტა. პერფექტ. გამარჯობა ამ პლანეტის მცხოვრებლებო. ჩემი სახელია მარსი. ერთ წამი დავაპაუზებ, რადგან ეს მაინტერესებს, ეს ან თვალის მაკიაჟია თუ პანდას ვემსგავსებოდი. მაკიაჟის სკილი მაგ დროს არ მქონდა, პრინციპში ახლაც. და ხო, დღეს მინდა გაჩვენოთ ჩემი ნაყიდი ნივთები. ყველა ნივთს, რომელსაც გიჩვენებთ, ყველა ნივთის ლინკს დავტოვებ ამ ვიდეოს აღწერაში, მაგრამ რეკლამა არ არის. ასეთი ვიდეოს მიზანია, რომ იპოვო საკუთარი თავისთვის რამე გამოსადეგი ნაგავი. მიყვარს გამოუდეგარი ნაგავი, ამიტომ მეც მიყვარს ვუყურო ასეთ ვიდეოებს. დღემდე მიყვარს ეგეთ ვიდეოები. ხოლო ჩვენ დავიწყებთ. პირველი ნაყიდი ნივთია, აი ასეთი წინდები. ისეთი მაგარია. როგორ უნდა უხსნა საერთოდ? როგორც beauty bloggerები რომ იღებენ ხოლმე. არ ვიცოდი მაგ დროს ვაფშე გადაღება და რა უნდა ილაპარაკო, როცა რაღაც ნივთებს აჩვენებ, ანუ ჩემთვის ცოტათი უცნაურობა იყო. არ იყო რაღაც ჩემ სტილში, როგორც beauty bloggerები რომ იღებენ ხოლმე. ეს არ ვიცი, ეს ვიდეო მგონი ქართულ ახსენს მქონდა გადაღებული არ მახსოვს. აი ეს მაისური ზღირდა ძალიან იაფი და საერთოდ არ ვიცი რასთან უნდა ჩავიცვა, რადგან გამჭვირვალეა და ძალიან ცხელია ზაფხულში. გრძელი თმა მქონდა. გამოვიწერე წამწამები პირველად ცხოვრებაში. წამწამების წებოს ნორმალურია, ცოტათი კიდებილურად წებავს წამწამებს, მაგრამ მაინც. აი თქვენს ნახავთ ახლა ვიდეოში, ის გამოიყურება უბრალოდ საშინლად, არ ვიცი. ეს წამწამები წარბებს ეხება და მე მეფხანება. რეპს ვიწერდი რა, ნაგავს ვიწერდი. მარსელინი, რეპს ვიწერდი. ვის აინტერესებს შენი ნაგავი გამოწერილი AliExpress-იდან? არ ვიცი. გაინტერესებთ? არ ვიცი. არც მე. ძალიან მოსაბეზრებელი ვიდეოებია, მარსელინ. ხოლო ამ ვიდეოში ვიღებდი თმას სტაფილოსფრად. ყველას მოგესალმებით. რაღაც დიდი ხანია არ ჩამიტარებია ექსპერიმენტი ჩემს თმაზე და ეს სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ, რადგან მე მეტი აღარ შემიძლია ვიარო ასეთი ფერის თმით. ეს ძალიან მოსაბეზრებელია, უინტერესოა და ერთფეროვანია. ხოლო თმის გაფუჭება კი ადრე ძალიან მიყვარდა თმების შეღება და აი თმა რო არ მქონდა შეღებილი, მეგონა რომ რაღაც მაკალია თითქოს და. მაგრამ ეხლა პირიქით ვარ, ჩემი თმის ფერი გავიზარდე და შეღება არ მინდა, რადგან მეყო. 13 წლიდან ვიღებავ თმას და აღარ მინდა მეყო. ძალიან ბევრი ცადე უკვე ფერი, ძალიან ბევრჯერ ვაფუჭებდი ჩემს თმას, ასე რომ მეტი არ მინდა მადლობა. თუმცა ძალიან ბევრი გამომწერი მწერს, რომ დავიბრუნო თეთრი ფერის თმა. საერთოდ პრინციპში შევიღებო რამე სხვა ფერში, მაგრამ არ მინდა, I'm sorry. ყოველთვის საინტერესოა. ხომ არ დავუძახო ამ რუბრიკას? სალონი ხელეპტრაკ
საკამარსის ამ ჯერზე მინდა ვიყო წითური. წითური როგორც ეს ირლანდიური ცხენი. ან ეს ირლანდიური გოგონა. ან ყველა ირლანდიელები ერთად აღებული. ხო. მე შევიდებავთ მას ტონიკით, ოქროს კაკალი. მე უკვე ვცადეთ მის ღერზე და დავწმუნდი რომ არ გამოვა ნაგავი. ასე რომ მე მზად ვარ. აღარ შემიძლია ლოდინი. კარგით, პირველ რიგში მინდა დავისრულო ცოტა თმა. სახეში მომკვდა. ჟანდაბა. იმედია კაი გამოვა, ხო? ვაიმე, შუბლზეც მაგ წასმული. 30 წუთის შემდეგ 30 წუთი აი დავყოლე. ასეთი ფერი გამოგვივიდა. შენ რა არ მოგწონს? და კაი ერთი. ვიცი რომ მოგწონს. არ ვიცი როგორ თქვენ, მაგრამ მე მომწონს რაც გამოვიდა. რა მოსკებს ვადებდი? მაგრამ კაი ფერია, ცოტათი ისე არის შეღებილი, ну, არა პროფესიონალურად. ჩემი დეკორაციები. და ზედმეტად განათებული მაქვს კამერამ. არა რა, მაგარ მუსიკებს ვადებდი. აი ეს ვიდეო მაგალითად ადრე უცხოურ YouTube-ზე ძალიან პოპულარული იყო. როგორ უნდა გადავთარგმნეს? ვინიშკო ჭან. ну, ჭან არის იაპონური სიტყვა, გოგოებს ეძახიან მასე. ბიჭი არის სენპაი და გოგო ჭან. ქართულად როგორ არ ვიცი. და ვიდეოს ქვია როგორ გავხდეთ ღვინის ჭანი. ყველას მოგესალმებით კი ეს მე ვარ. როგორც უკვე მიხვდით ვიდეოს სახელიდან, დღეს გავხდები ღვინის ჭანი. ყველა უკვე გახდა ღვინოს ჭანი, მე კიდე არა. და მეც ვიფიქრე, რა ხდება? მეც მინდა ვიყო ღვინის ჭანი. ნუ როგორც უკვე მიხვდით, ტრენდები ჩემთან მოდის ძალიან გვიან. ნუ შეეგუეთ. ღვინის გიორლების ერთ-ერთი ატრიბუტია ღვინო. ერთი წამით. აჰა. მაგრამ სინამდვილეში ეს ალუბლის წვენია. მაგრამ ეს დარჩება ჩვენში. მეორე ეტაპი. ღვინის გიორლებს აქვთ მოკლე შეღებილი თმა. ნუ ვფიქრობ ფისისფერი წავა ხომ? კი, ამ ვიდეოში იქნება ბევრი თვითირონია. ეს გასართობი ვიდეოებია. არ მინდა არავის წყენა, მით უმეტეს შეურაცხყოფა. ესე იგი, სად გავჩერდი? ხო, ჩვენ უნდა შევიჭრათ თმა, აი აქამდე, კარე. ნუ, მაგას რა თქმა უნდა არ გავაკეთებ. მე მაქვს უკეთესი აზრი. უბრალოდ შემიძლია ავიღო და გადავწიო თმა უკან. ოღონდ არ მკითხოთ რატომ აქვს წინ კარე. ეს ჩოლკა უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაღაც არ გამოვიდა. ნუ და კაი. და უალა, თმის ვარცხნილობა მზად არის. ღვინის გიორლები უსმენენ უცხოურ მუსიკას. მიახლოებით რაღაც მაგ დაგვარს. მაგსა მაგ მუსიკას უსმენდნენ ადრე. ამასობაში ჩვენ დავიწყოთ მაკიაჟის გაკეთება. არა, გამახსენდა. მე უკვე გავიკეთე. უბრალოდ მეზარებოდა კამერის წინ გაკეთება, ასე რომ გავაკეთე წინასწარ. და კიდევ როგორც გავიგე, ვიკეთებენ ტატუებს. და რა თქმა უნდა მაქვს. აი, მინდა მივაკრა ყველაზე ღია ადგილას, რომ ყველა შეუიარაღებელი თვალით ნახოს, რომ ვარ ღვინის გიორლი. ხო. სად არის ჩემი დასალევი? ოკი, მშვენიერია. როგორც გავიგე, კიდევ ერთი ატრიბუტი ღვინის გიორლების არის შავი მრგვალი გამჭვირვალე სათვალე. ნუ ხო, ძალიან არ მიხდება, მაგრამ კიდია, ჩვენ უნდა ვატარებდეთ. ეგ ჩემი სათვალე ვაფშე არ იყო. ჩემი დაქალი სათვალე იყო. კიდევ ერთი რამ, ღვინის გიორლების ტანსაცმელი. გჭირდება რაღაც დახურული და არა გამომწვევი. მე ახლა დავბრუნდები. იდეალურია. კიდევ შეგვიძლია დავამატოთ ჩოკერი. შეიძლება როგორ უნდა გავიკეთო? და კიდევ ღვინის გიორლები იციან კითხვა. ვაუ, ამიტომ დაგჭირდება წიგნები. უფრო მეტი წიგნები. რადგან ნაკითხი გოგოები ვართ. ეს იყო და ეს. რა მაგარი გამოვიდა, შეხედეთ პროსტო. საყვარლად გამოვიყურები ძალიან. ეს რა ვიდეო არის?
ახალ წელზე ვჩუქნიდი საჩუქრებს ჩემ თავს. მოგესალმებით. ახლოვდება ახალი წელი და უნდა ვაჩუქოთ საჩუქრები მეგობრებს. იმის გამო რომ მეგობრები არ ყავს ვაჩუქებთ ჩემ თავს. ისეთი სამწუხაროა რომ დაჟე არ ვიცი რა. პირველი არის აი ასეთი ჟაკეტი. მასალა ხავერდია. ძალიან რბილია. შიგნიდან რაღაც თეთრი ბეწვია. არ ვიცი ამას რა დავუძახო, მაგრამ მე ფეხებს ვაჩვენებ რა. შარფია, ოღონდ ფეხებისთვის. რა ვქვი? შარფი ფეხებისთვის? მე ძალიან მაინტერესებდა ლურჯი ტუშის დატესტვა და გამოვიწერე აი ასეთი ლურჯი ტუში. მაგით არ ვიცი, გაჩვენოთ არ გაჩვენოთ. აი ლურჯია, ნუ იმედია ჩანს. ნუ თუ არ ჩანს, მაშინ დაიგიდეთ. აი როგორც უყურებ ლურჯია, მაგრამ როცა ისმევ წამწამებს ის სადღაც ქრება და არ ვიცი სად ის რა ხარში იხსნება არ ვიცი სად ქრება პროსტა მოკლედ გარბეჯია მინისაში ვიყიდე რაღაც საყურეები ვაუ აღარ მახსოვს ვაფშე არ გჭირდება ყურების გახრება უბრალოდ Oh my god. შანტაბა ტვინი შეჭამეს. ტვინი წაიღეს. ვთქვი, გული გამისკეთა მართლა. ზუსტად ახალ წელზე ვიღებდი ამ ვიდეოს, ვიცი. ხო, ასე ვატარებდი ჩემს დღეებს 17 წლის ასაკში. ჩემს ახალ წელს. სადაც ვაღებდი ნივთებს. AliExpress-დან ისევ ხო, ძალიან. აი, საიდან მქონდა ფული ეგ მაინტერესებს. სულ რაღაცებს ვიწერდი და ვიღებდი. გამარჯობა. პრივეტები. გამარჯობა. მე უკვე აღარ შემიძლია. სამანათები აქ უკვე 4 დღეა მიდევს და მეუბნებიან. ჰეი, იქნებ გამხსნი? ეს სამანათები 4 დღეა უკვე თვალებს მიფხანს და ეს დღე ძლივს დადგა. და მოდით დავიწყოთ. და ყველა ამანათი, რომელსაც გიჩვენებ, ყიდულობ ჩემი ფულით, არავინ არ მასპონსორებს. და ეს არ არის გასაკვირი. მართალი იყო. იქნება სპონსორის ისეთი იუთუბერის, როგორც მე. მართალია. მოდი დავიწყოთ ყველაზე მძიმეთი, რადგან მაინტერესებს რა დევს შიგნით. კი ვიცი, რას ვიწერდი, მაგრამ აი ამ ყუთში რა დევს არ ვიცი. გაბჭებული დანით ვაღებდი. აი მე რა საკეთებ გოგო. რა გამოვიწერე? რა დაგავმა? იცით რა არის ეს? თელი თვალის ნიღბების. თვალის ნიღბები. ნუ თვალის ქვეშ ჩალოჯებებს რომ აშორებს. ვისაც ოხებს უძილობა? მე მაწუხებს უძილობა. მე ვიყიდე 20 ცალი. თვალის ნიღბებით ვანაობ ხო? არ არის გასაკვირები, მაგ დროს მართლა ძალიან ცუდად მეძინა. მეძინა რა, ძალიან გვიან ვიძინებდი ზოგჯერ 3-ზე, 4-ზე და მე დილით 8-ზე ვდგებოდი რომ წასულიყავი სკოლაში. 9 საათი საკმარისად ყოფნიდა. ყველა ძალიან ახლოს იყო ჩემს სახლთან, ასე რომ ვდგებოდი 8-ზე და 9:30-ზე უკვე ვიყავი სკოლაში. აი, შემდეგი ამანათი. ფრთხილად გახსენი, მარსენი, ფრთხილად. სადებს. ჩა. მე გამოვიწერე პარკი. კი. კარგი, მე ვღადაობ. მე გამოვიწერე 2 პომადა. პომადები? Fashion ხართ როგორ? აი ეს გამოიყურება, ნახეთ. უნდა დავიწყოთ. აი ასეთ წმენია, მაგრამ თელი არ უნდა ყოფილიყო. აბა სადაც. რა ჩემი ფეხებია? გადადის ხო ფერი? წესით ეს პომადა არ უნდა გადავიდეს. არ ჩანს. თელი ჩემი პომადა მაგაზე დარჩა. ეს მატყუარაჩინელები. არ ვიკეთებ მაკიაჟს, რადგან არ მინდა ადამიანების მოტყუება, რადგან პატიოსანი ადამიანი ვარ, მაგრამ ვიდეოზე მიწევს მაკიაჟის გაკეთება, რადგან თუ მაგას არ გავაკეთებდი, ყველანი unsubscribe-ს დააჭერდით. შემდეგი ამანათი. რა რთულად იხსნება. ეს კიდე რა შეთინგია. მგონი ვიცი. ზუსტად ეგარი. ეს საყურეებია. და ესენიც უნდა გავსინჯო. აი ესენი.
რა განათებულად ვიღებდი, არაფერი არ ჩანს პროსტა. გამოიყურება კარგად. მე საერთოდ არ მიყვარს რაღაც ბრჭყვიალა სამკაულები, ჩემი აზრით ძალიან ქალურია. ასეთი სამკაულების წინააღმდეგი არ ვარ, ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ჩემს ხასიათს არ ხვდება. ესე იგი, შემდეგი ამანათი? მართლაც მასე გამოიყურება. აი მე სახში მოხდა. აი მე რა საყვარლობა. ფუნჯები გამოვიწერე და დარჩა ბოლო ამანათი. და როგორ გავხსნა? ისე შეფუთეს რომ ვერ შევძლო გახსნა? მაქსიმ ძალიან ცუდად იყო შეკრული. 2 hours later. მე გამოვიწერე რამდენი პოსტერი. Oh my god. რაც არ იცოდა, მე ვიღებ ვიდეოებს ჩემს მეორე არხზე, რაღაც let's-plays ვიღებ და ფონზე ეს პოსტერები გამომადგება. მაგ პერიოდში უკვე ვიღებდი ქართულ არხზე. აღარ მახსოვდა კაცო. აი ახლა ყველაფერს გაჩვენებთ. აი შეხედეთ პირველი ასეთია. მე წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის. ძალიან მიყვარს ანიმე ადრე. ასეთი პოსტერი? ესეც არ ვიცი ვინ არის და კიდევ ერთი იგივენაირი გოგონა და გამოვიწერე კიდევ ასეთი, ვფიქრობ ძალიან მაგრად გამოიყურება. ამაზე ჩემი ამანათები დასრულდა. კიდე გემკითხავთ რატო ასე ცოტა? ალბათ თუ იქნებოდა მეტი, მე ვიქნებოდი ბომში. და მას დავამთავრებ. ნახვამდის. Okay, goodbye. Okay. რა ბაგარია, ეხლა ცხოვრების ბოლომდე მეკდება თვალების ნიღბები. Oh my god. ეს რა არის? კოპირაითი რო დამედოს ვიდეოზე რეპს რთავ. მარსელი. გონი საკმარისი ნახეთ. კიდევ ვიდეოები დარჩა, მაგრამ შემდეგისთვის დავითოვებ. მადლობა რომ ამ ვიდეოს ბოლომდე დარჩით. ჩვენ შევხვდებით უკვე ძალიან მალე სხვა ვიდეოებში. ნახვამდის. დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ. ამ ვიდეოებზე საერთოდ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. და მადლობა 100,000 გამომწერისთვის. ნახვამდის.